მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ციდან ნიშანი. ხოლო მან პასუხად უთხრა: საღამოხანს თქვენ ამბობთ, ხვალ მოწმენდილი იქნება, ვინაიდან საწითელიაო. დილით კი დღეს გაიავდრებს, ვინაიდან სამოქუფრულიაო. სისპირის გამოცნობა შეგიძლიათ. დროის ნიშანთა კი არა. ოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას. გარდა იონას ნიშნისა. მიატოვა ისინი და წავიდა. გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ. ხოლო იესომ უთხრა მათ: იფრთხილეთ. მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს. ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბობდნენ: პური არ წამოგვიღიაო. იცოდა ეს იესომ და უთხრა მათ: რას ფიქრობთ გულში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ? ნუ თუ კიდე ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ 5,000-ის 5 პური. რამდენი გოდორი აიღეთ? აღარც 4,000-ის 7 პური და რამდენი კალათა აიღეთ? რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ მithქვამს, ერიდეთ მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს? მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას. ფილიპეს კესარიის მხარეს რომ იდიოდნენ, იესომ კითხა თავის მოწაფეებს: რას ამბობს ხალხი? ვინ არისო კაცის ძე? მათ უთხრეს: ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი ელიაო, ზოგი იერემია, ან ერთი წინასწარმეტყველთაგანი. უთხრა მათ: თქვენ კი რას იტყვით? ვინა ვარ მე? სიმონ პეტრემ უთხრა მას პასუხად: შენ ახარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა. მიუგო მას პასუხად იესომ: ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძე, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია. მეც გეუბნები შენ, შენ ახარ პეტრე და ამ კლდეზე დავაშენებ ჩემს ეკლესიას და მას ვერ დაძლევს ჯოჯოხეთის ბჭენი. მოგცემ შენ სათასასუფევლის გასაღებებს და რასაც შეკრავ დედამიწაზე, ზეცაში შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც. მაშინ გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის გაემხილათ, რომ ის ქრისტეა. მას შემდეგ დაიწყო იესომ გამხელა თავისი მოწაფეებისათვის, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს და ტანჯულიყო მღვდელმთავრებისა და წიგნობრებისაგან, მოკლული ყოფილიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო. პეტრემ გაიხმო იგი და არწმუნებდა. შეიწყალე თავი უფალო. ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: მომცილდი სატანავ! ჩემი საცდური ხარ, ვინაიდან ფიქრობ არა იმაზე, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია.
მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა იესომ: ვისაც უნდა რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს. ვინაიდან ვისაც სურს თავის სულს გაუფრთხილდეს, ის დაკარგავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისათვის დაკარგავს სულს, ის მოიპოვებს მას. რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, თავისი სული კი დაკარგოს? ან რას გაიღებს ადამიანი თავის სულის სანაცვლოდ? ვინაიდან მოვა კაცისზე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავის სასუფეველში მომავალს. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით. და ფერი იცვალა მათ წინაშე, გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი ნათელივით გასპეტაკდა. და აჰა, გამოეცხადნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი. უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს გავაკეთებ აქ სამკარავს, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას. ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან. ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ. ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვედ დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ. იესო მიუახლოვდა და შეეხო მათ და უთხრა: წამოდექით და ნუგეშინიათ. თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს გარდა იესოსი. როცა ისინი მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ძეკაცის ამ მკვდრეთით არ აღდგება. კითხეს მას მოწაფეებმა: რატომ ამბობენ წიგნობრები პირველად ელია უნდა მოვიდესო? ხოლო მან მიუგო პასუხად: ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყოველივეს. მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა. როცა ისინი ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და უთხრა: უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, თვარეულია და ძლიერი ტანჯება, ვინაიდან წარაბარა ცეცხლში და წარაბარა კიდევ წყალში ვარდება. მივუყვანე იგი შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ შეძლეს მისი განკურნება. იესომ მიუგო მას პასუხად: ой, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმა. როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ იგი.
შერისხა იგი იესო მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ღვაწლი. მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: ჩვენ რაღაცომ ვერ შევძელით მისი განდევნა. ხოლო მან უთხრა მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას, აქედან იქით გადადიო, იგი გადავა და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება. გალილეაში ყოფნისას უთხრა მათ იესომ: კაცის ძე გადაცემული იქნება კაცთა ხელში. მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება. ისინი მეტისმეტად შეწუხდნენ. კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდ დრაქმის ამკრებნი და უთხრეს: თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდ დრაქმას? მან უთხრა: დიახ. როცა ის სახლში შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: რას ფიქრობ, სიმონ? მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან ბაშს? თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან? როცა თქვა უცხოთაგანო, იესომ უთხრა მას: აბა ძენი თავისუფლები ყოფილა. მაგრამ ისინი რომ არ ვაცდუნოთ, წადი ზღვაზე. ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე. გაუღე პირი და შიგიპოვის სტატირს. წამოიღე იგი. მიეცი ჩემთვის და შენთვის.